ფერმებში ძალიან ხშირად თავს იჩენს მეორეული ინფექციები. რასაც ჭირდება ანტიბიოტიკი და გამოიყენება დაავადების პრევენციის მიზნით. ანუ ფერმერი საწყის ეტაპზევე, მაგალითად, ყავს რაღაცა 7 დღის წიწილა, საწყის ეტაპზევე მიუხედავად იმისა, მას ჭირდება, იყენებს ამ ანტიბიოტიკებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი საფრთხის შემცველია და განსაკუთრებით დიდი საფრთხის შემცველია პატარა ფრინველი, პატარა წონის ფრინველი, როცა უყიდულობთ ხორცად. იქიდან რომ ის დრო არ არის, ჭირდება მოცდის პერიოდის დაცვა ჭირდება და ბევრად დიდი რისკია ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ფილეს გაბერვას, ხო, ტექნოლოგიები. კი ბატონო, ეს არის ინექციის მეთოდი, რა დროსაც ხდება წყლის დამატება, მაგალითად შეიძლება ფოსფატებთან ერთად. ფოსფატების უარყოფითი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე არის ის, რომ თირკმელებზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს, ასევე კალციუმის გამოდევნას უწყობს ხელს ორგანიზმიდან.